ხალისიანი, ელეგანტური და გემრიელი დილის შოუ პოპულარული წყვილის შესრულებით. დილა იმედისა. დილა იმედისა. ნანიკო ხაზარაძესთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად. დილამ შვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. ჩვენ შემოგვერთა ჩვენი სტუმარი, რომელზეც მე და ნიკოლოზმა უკვე გამცნეთ ჩვენ ძალიან გვიამაყებაა, რომ ჯუმბერ ლეჟავა ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი და არაჩვეულებრივი ამბავი რომელიც გუშინ გაჟღერდა, ხო? გუშინ გაჟღერდა საზოგადოებასთვის გახდა ცნობილი, რომ გენიალურ ტურნეს იწყებს ბადონ ჯუმბერი ისე 9 მაისს თუ არ ვცდები. დილამ შვიდობის და დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. დილამ შვიდობისა, მივესალმები მსმენელებს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. დიახ, გუშინ მქონდა პრეზენტაცია ახალი ჩემი მოგზაურობის ახალი ვარიანტის, ძალიან დიდი მოგზაურობაა, დიახ. დიახ, ეს რა თქმა უნდა ჩემთვის საინტერესო არის იმით, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენებ ხალხს, რომ ასაკი აქ არაფერ შუაში არ არის, თუკი იგი არის მოწოდებული ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვით მის ცხოვრების პრაქტიკაში და სულაც არ არის აუცილებელი რომ ბავშვობიდანვე დაიწყო. რა თქმა უნდა. თქვენ ძალიან დიდი დრამა განვითარდა თქვენ ცხოვრებაში, რის შედეგადაც დაიწყეთ ამ ყოველფრის კეთება, სიარული და მერე რეკორდები უკვე მერე მოხსნით, ხო? რა გჭირდათ? რატომ გადაწყვეტეთ რომ აი ესე ებრძოლოთ თქვენ რაღაცა კონკრეტულ სენსს? ყოველთვის ვარჯიშობდი რა თქმა უნდა. საერთოდ მე 45 წლამდე ექიმი არც ვიცოდი და საერთოდ წამალს არ ვღებულობდი, რატომღაც პრინციპიალური ის მქონდა მიდგომა, იცით? ამ ქიმიისადმი, დიახ. ჩემი ყოველთვის რაღაცას ვახერხებდი, მაგრამ როდესაც უკვე ისეთი სიტუაცია შემექმნა, ვარჯიშის დროს დავიზიანე ნაწლავი და გარდაიქმნა განგრენაში შინაგანი ორგანოების და ოპერაცია რომ დამჭირდა, აქ უკვე მე თვითონ უძლური ვიყავი, იმიტომ მეუგზნობლად ვიყავი. ორჯერ ჩამოვიდა უმძიმესი ოპერაციები, გადარჩენის შანსი არც ერთხელ არ იყო, მაგრამ რატომღაც ორგანიზმი გამოვიდა მდგომარეობიდან მიამასაც, ესე იგი უკავშირები იმას, რომ ჩემი ცხოვრება ყოველთვის ჯანმრთელი ცხოვრების წესით. მე მგონი თქვენი ფსიქიკა და თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც მუდამ გამოძრავდა, დიახ. რატომღაც, იმიტომ რომ ბავშვობიდან სუსტი ვიყავი. დიახ. დიახ, და ესე იგი აი ამ ოპერაციებზე მე მიშველა იმან, რომ ესე იგი არ იყო ორგანიზმი გადაღლილი, მხოლოდ ნავარჯიშები იყო ორგანიზმი. სიგარეტით არ იყო, რა თქმა უნდა, ნიკოტინი და კედლები არ იყო მისი ამოგლესილი და ის ჟანგბადს ადვილად ითვისებს ამ დროს ორგანიზმის სისტემა განახლებულია ყოველთვის. აი ამ მე მგონი ამათმა გადამარჩინეს მე და ექიმებმა ალბათ ვერ გაითვალისწინეს ის, რომ შეიძლება ასეთი ორგანიზმიც იყოს. ალბათ თვითონ იყვნენ ფრიად გაოცებულები, როდესაც ერთგვარ დღესაც წამოდექით და მერე კიდევ რეკორდები დაიფყარით, როგორ უნდა თქვა, დიახ. ისე ვიკურს ხოლმე, როდესაც ექიმს ხედავ ან სიგარეტს რომ ეწევა და მე ადრე დამცვი და თმები და კონსილიუმი მოიწვიეს, რომ შენო უნდა გადაგარჩინოთ თმები რომ შევედი 20-მდე კაცი იყო ამ კონსილიუმში და თვითონ სულ ყველა უთმო იყო ისე რომ ეს მიკვირს ხოლმე ექიმი რომ თვითონ არ უფრთხილდება მის ჯანმრთელობას ან და პაციენტს ღებულობს და სიგარეტს იქვე აბოლებს შენ დობის ფაქტორი როგორ უნდა დობის ფაქტორი პაციენტს უკვე ეკარგება რა თქმა უნდა და იმედი ეკარგება ნამდვილად ეს ხშირად ხდება ისე. და ესე იგი ესეთი რთული მებზიდან მე გადამარჩინა ეთყობა ნაადრევმა ჯანმრთელმა ორგანიზმის ჯანმრთელად მომზადებამ. თადარიგია ეს დაკავება. და მოდი ისევ რომ ვისაუბროთ ამ ორწლიან მოგზაურობაზე, აი უამრავი რეკორდი დაგიმყარებიათ. ხო თუ არის რაიმე, რასაც გეგმავთ, რომ აი რაღაც კიდე ერთი ახალი რეკორდი იქნეს დამყარებული, აი ხო, ნუ რეკორდი როგორ არის ახლა იცით, ჯერ ერთი საერთოდ ყველა მოგზაურობა ახალი არის და ამიტომ ახალი შედეგი ყოველთვის ძველსას რაღაცით აუმჯობესებს. ეს ვითარდება, ხომ? თვითონაც იმხელა გამოცდილება გაქვთ უკვე, რომ ვცდილობ რომ რაღაც უფრო განსხვავებული და უფრო უკეთესი ჩაატარო. და ჩემთვის ახლა უკვე რადგანაც მე ყველაფერი გაკეთებული მაქვს, თელ მსოფლიოს მე ვკარნახობდი, რომ მოდით რა ასე ვიცხოვროთ. დავიცვათ ბუნებას, ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისით, ლოკალურ ტერიტორიებზე მოუწოდებდი ხალხებს ვიაროთ ველოსიპედებით, არ გვინდა ეს მანქანები. ხოთა შორის ახლა შეინიშნება ტენდენცია ველოსიპედის და მოტორის ამ ბოლო დროს კი. ისე როდესაც მე ესე იგი დავბრუნდი მოგზაურობიდან, მაშინ მე აღვნიშნე შეიძლება თქვენთანაც სტუდიაში. კი, აღნიშნეთ ჩვენთან. ესე იგი
აუცილებლად ხალხს მოუწოდებ მე და მივახცევთ ჩვენ ამას 15 წელს, უკვე 2015 წელს ძალიან ბევრი დაждდება უკვე ველოსიპედებზე და მას გამოვიყენებთ როგორც გადაადგილების საშუალებად. ცოტა რელიეფი არ გვიწყობს საშუალებას, მაგრამ მაინც რელიეფურად ჩვენი ქალაქია. რელიეფურად შესანიშნავი ველოსიპედები არის, ეხლა გათვალისწინებული არის რელიეფიც, რა თქმა უნდა. არის ისა აკუმულატორით დამუხტული, ესე იგი ძრავიანიც არის, რომელიც ეხმარება ველოსიპედის როლბაქეზის აღმართზე ასვლაში. დაგდობების დაძლევა. იმ დღეს ვიყავ ველოსიპედების ბაზრობაზე, მეორადი ველოსიპედები იყიდება აქვე დიღომში. არ ვიცი რატო წავედი, ალბათ ინტუიციით ვიცოდი რომ თქვენ ჩვენი სტუმარი იქნებოდით და იქ ვნახე ეს აკუმულატორზე არაჩვეულებრივი ველოსიპედი, რომელიც მხოლოდ ალბათ აღმართზე უნდა ჩართო რომ დაგეხმაროს, დანარჩენი არც გამონებულ ქვია აქ. არც არაფერი არ აქვს, ფიქრობ რომ ძალიან აკუმულატორი, დენზეა. დენზეა დატენი და შესანიშნავი ველოსიპედები ახლა. თუ ახლა დატვირთვა გვინდათ თქვენ კუნთების, ეს ვარჯიშიც არის, იცით, ვიძულებითი ვარჯიშიც არის. იმიტომ რომ ახლა ინტელექტუალური საუკუნეა, ვიცით და ესე იგი უფრო მეტად ადამიანი დატვირთული არის, ესე იგი კომპიუტერთან მუშაობით. და კომპიუტერთან მუშაობამ ახალი დაავადებები გააჩინა. ეს მეფური დაავადებები გააჩინა, ეს ხანგრძლივი ჯდომით, ხომ იცით, მე სხვა კიდევ ორგანოები, ასე გააჩინა ძალიან ბევრი დაავადებები და ამიტომ ამის შემცვლელად, რომ აი ეს დაავადებებიც ჩვენ დავძლიოთ და საუკუნის იმაში არ მოუყვეთ ამ რეციდივში, ესე იგი, სწორედ ამას ვნერგავდი მე მთელ მსოფლიოში, რომ აი ეს აზიდვების ვარჯიში ცვლის ყველაფერს. ესე იგი, არც ფორმას უცვლის ადამიანს, იმიტომ რომ აი კომპიუტერთან რომზე იხართ, ძალაუნებურად გუმბედი შიგნით ვარდება მოდუნებული ორგანიზმი და ორგანიზმი უკვე სხეული უკვე სხვა ფორმას ღებულობს, შეცვლილ ფორმას. რაც განსაკუთრებით ქალისათვის არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ქალს უხდება დიახ, ჯდომა უნდა კონდეს, ლამაზი სიარული უნდა კონდეს და როცა ქალს ხერხემალი გამართული აქვს, ის ლამაზადაც დადის. და არა მარტო ხერხემალი გამართული თუა ტვინს მიეწოდება სისხლი ჯანმრთელად და ყველა ორგანო გვაქვს ჯანმრთელი. აქ ამაზე აკინძული მე ყველაფერია. ისე რომ აი ასეთი მით დავდიოდი. ველოსიპედები არის ყველანაირი რელიეფისათვის შესაფერისი ველოსიპედები. სიჩქარეებიანი იმიტომ რომ მოგზაურს ზოგჯერ უწევს ცხოვრობს, რა გზა აქვს გასავლელი შეუძლია შეიძინოს. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ სახელმწიფოში ჯერჯერობით ეკონომიკური მდგომარეობა არ არის ისეთი, თორე არის სახელმწიფოები, სადაც ორნაირი, სამნაირი ველოსიპედები აქვთ, ესე იგი ოჯახებში და რომელი რელიეფის დასაძლევადაც მიდის, ну იქ უფრო დასვენებისათვის ისე კარგი ძვირიანი სიამოვნებაა ბატონ ჯუბერ, მე ინტერნეტში მოვიძიე რაღაც ერთ-ერთი ველოსიპედი მომიდა, ანუ რკინა რომელიც არ ჟანგდება, არ ვიცი რის განკეთდება და დასაკეთsi. ანუ მე თავისუფლად შემიძლია ის ვატარო მანქანით, სახლში და კარგი ძვირიანი სიამოვნებაა. ძვირია, ამიტომ ვამბობ, ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ გვექნება ისეთი, რომ ეხლა ჩემი ველოსიპედი მაგალითად $4000 ღირს. აქ $1000 მანქანაზე იყიდე. კი, ნამდვილად იყიდე და კარგ ახალს გატარებს. ამ თქვენს ინიციატივას ყველაზე მომზადებული მაინც სამტრედია შეხვდება, იმიტომ რომ ყველა ოჯახში ყავთ ველოსიპედი. არა მარტო თბილისშიც უკვე მრავლად, ანუ წამოვეციეთ სამტრედიას. ჩემს გარშემო ბევრი ყავს, იმიტომ გაგზავნეთ. ბრძანეთ, რომ ევროპა, აზია, რამდენ ქვეყანას გაივლით ამ 2 წლის განმავლობაში? 30 ქვეყანას გავილი. 40000-ზე მეტ კილომეტრს გავილი. ამაში შევა ზაფხულის ქვეყნების ზაფხულში, ზამთრის ქვეყნების ზაფხულში. ანუ არ არღვევთ ხო კლიმატურად? ექსტრემალობაც შედის. ამაში იქნება შედის ზამთრის ოლიმპიადა სოჩაში. ისე რომ ანუ იქნებით ხო ოლიმპიადის დროს სოჩაში? აუცილებლად მთელი თვის განმავლობაში მე დავესწრები ოლიმპიადას, ეს იქნება უკვე მე-6 ოლიმპიადა ჩემთვის. მე-6 თქვენთვის. და მე-7 იქნება ეს მოგზაურობა, ესეთი დიდი ხო? მე-7 მოგზაურობა დიდი, მე-7. მაგრამ ამის მერე მე მომიწევს საქართველოში დაბრუნება 2-3 თვით შეიძლება და გაგრძელება, მაგრამ სოჩიდან დიახ, მაგრამ შემოვლით რა თქმა უნდა იქ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით და თურქეთიდან შემოვალ შემდეგ, ვინაიდან თვითონ ამ სახელმწიფოების მოთხოვნა არის, რომ ამ პროექტით გავიაროთ ეს სახელმწიფოები, იმიტომ მიმდევრები ძალიან ბევრია. მე მოგიყვანთ ასეთ მაგალითს, აი ასეთი პროექტით, მაგალითად მსგავსი პროექტი კეიპტაუნში ყოველწლიურად მაისის თვეში
45,000-დან 50,000-მდე ველოსიპედი იღებს სტარტს პორტ ელიზაბეტამდე. წარმოგიდგენიათ, აი საოცარია რა. მაგრამ მე ისე აღნიშნავ იმას, იქ უფრო მეტად გროვდება ევროპის სახელმწიფოები, იცით, უკიდურეს სამხრეთში წარმოიდგინეთ. იმიტომ ძალიან მრავლად ცხოვრობენ იქ, სწორედ უკიდურეს სამხრეთით და ქართველები ძალიან ბევრი არიან. დიახ, უამრავი მანქანები გვხვდებათ, როცა დაწყების წინაპე ნამიბიის უდაბნოს გავდიოდი და ისინი მანქანებით მიქნებდნენ ხელებს. რა არის ველოსიპედით როგორ დადიხარო? საშინელი უდაბნო. საშინელი უდაბნო ქონდა გასავლელი და მაგრამ თქვა არ ყოფილა რაღაცა ისეთი მომენტი, რომ თქვენ გჭირდება დახმარება შველა, რაღაცა კრიტიკული კრიზისული მომენტი თქვენს მოგზაურობაში. უამრავჯერ სიკვდილს შეხედეთ თვალებში მოგიყოლეთ ვერჯერ. კრიტიკული სიტუაციები და ის უამრავი მქონდა. ყველაზე მეტად აი რომელ კლიმატურ ზონაში შეიძლება ველოდოთ კრიტიკულ სიტუაციას. სიცივეში უფრო მეტად. მეტად ციმბიაში ვიდრე სიცივეში, იმიტომ რომ აი იმაში რა ქვია ჯუნგშიც კი აი სადაც მწერები გჭამენ, თქვათ მხეცებს გადაურჩი, ქვეწარმავლებს გადაურჩი, მაგრამ მწერებს ვერ გადაურჩებით. დაუკვენი ხართ. იწმენთ, განაიჭერთ, ან კი არის მას დაასრისავთ. იწმენთ იმდენია, და გჭამენ. მქონდა ასეთი ისიც შემთხვევაც, რომ ესე იგი უკვე ჯუნგში არის ტენიანობა ხომ? ძალიან მაღალი კი. სიცხეა საშინელი. ესე იგი შიგნით იხარშებით. არა და ამ წერების ისინიც საშინელია გაუძლოთ. ამაზე გველები, ქვეწარმავლები მომიხევია, პერანგი მომიხევია, რომ შემჭამოს მეთქი ამ წერებმა მირჩენია, ვიდრე ჩავიხარშო. საშინელება რომ იხარშებით, ესე იგი, მე ამაზე ძნელი არაფერი არა. მაგრამ ხომ გეუბნებით სიცივემ უფრო იმას აქვს, იმიტომ რომ სიცივემ ხშირად ესე კრიტიკულ ორჯერ გავიყინე და უკვე როგორ გადავრჩი, ნუ ღმერთმა გამოაგზავნა ვიღაც ორი ისეთ ადგილას, საიდან გაჩნდა პიროვნება და საიდან გადამარჩინეს, ერთ ადგილას მონღოლებმა, ერთ ადგილას კიდე ციმბირში რუსმა იმეებმა, ნუ რაღაცა ჯგუფები ხომ არის სოფლებში, საიდან გაჩნდა იმ სოფლიდან, იმ სიშორიდან იქ ადამიანი. აი ასეთი შემთხვევები მოკვეთა ფეხების ამპუტირება, თითების ამპუტირება, ცხვირის ამპუტირება, რა ვიცი, 1000 რაღაცის გადარჩით ყველაფერს გადავრჩი. აი რამე ცხოველს თუ გამოკიდებია თუ უკმენია რაღაცა ისეთი, აი ცხოველთან დაკავშირებით. ესე იგი ძილის დროს რაღაცა ქვეწარმავალმა მიკბინა, მე თვითონ არ ვიცი, რამ და ფეხი გამიშავდა და ნუ უკვე მე ვეღარც დავდიოდი, მაგრამ ამ დროს მე მოვხვდი ბრაზილიის ჯუნგლში, ამაზონიის ჯუნგლში. ესე იგი გაუვლელ გზებზე მივდიოდი და რაღაცა ტომის სტუმარი ვიყავი, ტომი რომელიც არის კანიბალები, მაგრამ მე ყველგან ისინი რომ ეკითხები ალ კანიბალებში დადიოდი სულ და შენ რატო გიწუნებდი ასაკი არ მოწონდა ის არა არ გიშის ფაქტორი არისო რა ეხა კანიბალებში შევდივარ რა არის იცით თქვენ თუ მაგაზე დაიწყებთ ფიქრს რომ ვაიმე არ შემჭამო არ შეიძლება მაგაზე ფიქრი თქვენ ყოველთვის თქვენი ესე იგი დანიშნული საქმიანობით უნდა იყვეთ დაკავებული თვითონ არ უნდა ჩავარდე პანიკაში მე მაგალითად ერთი მოგზაური რომელიც მეამყვა იმიტომ დავითხოვე რომ ყველაფერზე ვაიმე ანუ ფსიქოლოგიური მომზადება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკვე ეს გადავადი მე რა მქონდა იცით ეხლა მე რომ ვაკეთებ ჩემს მოგზაურობის ანალიზს ესე იგი მე ყველაზე ძლიერი მქონდა ფსიქოლოგიურად ვიყავი მომზადებული სიკვდილის არ მეშინოდა იმიტომ რომ თავიდანვე რომ წავედი და პროგრამას როდესაც წერდი მე ვითვალისწინებდი რომ სადღაც დავიღუპები იმდენად რთული პროგრამა მქონდა ანუ ეს გათვალისწინებული არის თქვენ პროგრამაში სადღაც დავუპვა მაგრამ ვცდილობდი ყოველდღე სადღაც მე ყოფილიყო და დიახ რომ დღეს ღმერთო შემასრულებინე თუ შეიძლება და ხვალ ჯანდაბას რაც 4000 დღე აი ასე ვაწევდები აი ახლა ძალიან აი ამ 2 წლიან მოგზაურობაში თუ არის რაიმე ისეთი ადგილი გასავლელი სადაც საშიშია გადავდოთ ცოტა ხნის არა ეხლა ისეთი რთული აღარ იქნება მე როგორ წავნიშნე იმიტომ რომ მე ყველგან მეყოლება დამხმარე თუ რაღაცა გამიჭირდება ისე რა თქმა უნდა რთული ადგილები მექნება მაგრამ ეს ჩემთვის სასიამოვნოც არის ეკიპირება კარგი მექნება ისე კარგი ჩაცმული კარგი და ეს სასიამოვნოც იქნება ისე ზამთარში ციმბირის გავლა, ურალის გავლა, ეს იქნება ძალიან რთული ლენინგრადამდე, ლენინგრადიდან მოსკოვამდე. იმიტომ რომ მაგ გზები არ იწმინდება საერთოდ. არ იწმინდება იმისათვის, რომ თოვლი არის ფხვიერი.
და ფუერი თოვლი ისევე იჭერს მუხრურს, როგორც ჩვეულებრივ გრუნტზეც, შეიძლება უკეთესადაც. მაგრამ ველოსიპედისათვის რატოა? ნუ მანქანებს აქვს ფართეშინები და არეფლობიან და სიჩქარის განვითარება შეუძლია და მე ისეთ სიჩქარესაც ვერ განავითარებ. მე თვლები არის ვიწრო. ეს ჩავა, ესე იგი. ხო შეიძლება ბოლომდე ჩაეფლოს, ხო? ხაბარა და ქვიშასავითაა და ძნელია, ხო მიცით ამ დროს ესე იგი ტრიალი და ამიტომ მომიწევს მიწოლითაც, გადატანითაც, სვირთის ესე იგი გადატან და ასე სირთულებიც იქნება, მაგრამ საინტერესო იქნება. მოკლედ, აი მე მაგალითად 3 დღე რო ილაპარაკოთ ესე ხარზე ხელდადები არ მოკლედ 9 მაისს გადიხართ. დიახ. თბილისიდან და მაგრამ პირველი ეტაპი ჩვენი არის 13-ში ვაპირებს საქართველოს გარშემო. ჯერ საქართველოში მინდა ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას მივცე ის მაგალითი, რასაც მსოფლიოს და მე ვაგრძელებ გზას. კი, მოკლედ წარმატება ამ ბატონო ჯუმბერ, მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის თქვენ ჯანმრთელობის საწინდარი და мотиваცია იქნებით სწორ ჯანმრთელი ცხოვრების წესი. წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა. ალბათ. დიდი მადლობა თქვენ რომ მობრძანდით ჩვენთან სტუმრად და არ ვიცი ნამდვილად ეს იმდენად მნიშვნელოვანი და საამაყოა რომ პრესის, ტელევიზიის, ბიზნესების ყველას ხელშეწყობა ჭირდება ამ დარგს, ამ სფეროს და მით უმეტეს თქვენ რომელმაც ესეთი ისტორია შექმნით. ჩვენ ნახევრიანი საინფორმაციო შემდეგ დაგიბრუნდებით.